საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. თავითვე ცხადია, რომ BBC-ს სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი აფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსონეებს სურჩექმნას საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მოხდის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსონეებს სურჩექმნას საბაბი ქართული ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. ახლოვდება ევთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორგის შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეესწებიან. ამისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეულით სრულ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ს მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად გეგმავთ მიმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.